აი ის გამარჯობა ჩვენთვის რამე გემრიელი გააკეთე. სპორტსმენებმა ყოველთვის დროულად უნდა ჭამო. მე ბურგერი მინდა ორმაგი ხორცით. მეგობრებო, შეიძლება შეგვეთო ორი კოდ გავაკეთო, ძალიან მეჩქარება. არ შეიძლება. მეგობრებო, მენუში ქათმის ფრთები დავამატეთ, ხო არ გინდათ? სამი სხვადასხვა соуსი გვაქვს, დოგვი, ბარბეკიუ, ტკბილცხარე. კარგი, მაშინ ქათმის ფრთები მინდა. ჩვენს. აი შეგიძლია უცებ მილკშეიკი გამიკეთო, ძალიან მეჩქარება. პიცა რაინეს მილკშეიკი გავუკეთე, მე დაკავებული ვარ. კარგი, გავაკეთებ. მეგობრებო, ორმაგი პორცია ხო არ გინდათ? სამმაგი იყოს, ძალიან ხშირია. ჯანდაბა გოგოებო, არ მესმის ყველა გარეთ რატომ არის? მინდა რომ უფრო მალე წავიდე იმ სახლში. ხო, მეც შოკში ვარ. ყველა ჩვენს წინააღმდეგ არის. ხო, არაფერი მესმის, რატომ არის ასეთი მისტიკური? მისტიკური არ არის, უბრალოდ გგონია რომ სიმპათიური ბიჭები არიან. გოგოებო, იცოდეთ, მე იმ სახლში არ წამოვალ. მასკოტ არ არის ამის გაკეთება აუცილებელი, უბრალოდ დაგვიცავი. ხო, მაგალითად, ვინმე თუ გვიკითხავს, უთხარ რომ ვარჯიშობთ. კარგი, მაგრამ მომისმინეთ, ფრთხილად იყავით. ჩვენ ყოველთვის ფრთხილად ვართ. მორჩა, მე საუკეთესო ვარ ამაში. ხო, როგორ არა. სხვათა შორის სირცხვილია, მე 17-ის ვარ და ვერ ვხვტები. რატომ იტყუები? 18-ის არ გახდი? ხო, კარგი. ხო, გოგოებო, სპორტულ ჩირლიდერებს არ გავხართ. ხო, ლახზე ხტუნაობა მე უკეთესად შემიძლია. რას ამბობ, დავაგვაჩვენეთ. მასწავლებელო მაიკეს ბავშვები გარეთ არიან და არაფერს სასარგებლოს არ აკეთებენ ამინდის გამო. გთავაზობთ რომ ხო შევიყვანოთ შიგნით და ვამღეროთ. გაკვეთილი მოვაწყოთ. რა სიმღერა ხო ვიცი თუ არავის არ შეგვიძლია. ამიტომ ჩვენ ვასწავლით მასწავლებელო მაიკ. მასწავლებელო მაიკ, გვენდეთ, მე შემიძლია სიმღერა. კარგი, არ იმღერო, მჯერა. გოგოებო, მოდით საკუთარ თავებს დავუპირდეთ, რომ ხვალ აუცილებლად წავალთ იმ სახლში. კარგი, მე არაფრის არ მეშინია. მე ცოტა. კარგი, საშიში არაფერია, უბრალოდ ძველი სახლია. აი, ის რამდენ ხანში იქნება მზად? ვა, რა გემრიელი სუნია. აი, ის მენიუში ახალი რაღაც დაამატა, ქათმის ფრთები. გოგოები სად არიან? მასკო, ჩვენთან ერთად იყვნენ. ვარჯიშამდე შხაპის მიღება გადაწყვეტეს. მოიცა, შხაპს წესით ვარჯიშის მერე იღებენ ხოლმე. არა, ვარჯიშამდეც იღებენ და ვარჯიშის მერეც. სმაილ, გოგოების შესახებ ბევრი რაღაც არის. რა? სმაილ, დაგმარხა. აი, ის ორმაგი ქათმის ფრთები მინდა და ბარბეკიუ соуსი. მასკოთ, მეოთხე ხარიგში. რაიან, მილკშეიკისთვის გადახდა არ დაგავიწყდეს. პიცას აღმოს გადაგიხდი, ახლა ძალიან მეჩქარება. მასწავლებელმა გოგოებო. ნახეთ, ფრთებს ჭამენ და მილკშეიკებს სვამენ. ხო, და ზაფხულში მოიმატებენ. გოგოებო, კარგი, გასაგებია, ხოლმე აუცილებლად მოვაწყოთ ცეკვებს. დამიჯერეთ. ჯანდაბა, დედას დავურეკავდი და ფულს გადმომირიცხავდა, მაგრამ ტელეფონი არ მაქვს. ტელეფონის ჭიხური ხო არის? მაგრამ სიგნალი არ არის. კარინა, ნუ იტყუები, ფულს არავინ ჩაგირიცხავს. პატრიკ, რა გავაკეთოთ? რა გემრიელი სუნია. ხო, მაგრამ ფული არ გვაქვს. ჯული, ხო და უნდა მოვიფიქროთ ფული საიდან ვიშოვოთ. ეს ქათმის ფრთები გემრიელი ჩანს. გამარჯობა სახლო, კიდევ დავბრუნდით, მაგრამ კარგი განზრახვა გვაქვს მხოლოდ. ხო, რა თქმა უნდა, სხვის სახლში შეპარვას ვცდილობთ. არა, ჩვენ კარგები ვართ, მართლა, უბრალოდ გვინდა რომ გადმოვცხოვრდეთ თუ არავინ ცხოვრობს. გოგოებო, პირველი ვინ შევა სახლში? ნახოთ. ჯეირანი! 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 ვაიმე, სახლი ცარიელი არ არის. და ეს ბიჭი რაღაცნაირი კანით ძალიან სიმპათიურია. რას ამბობ, უცნაურია. რა ცუდია, ვერ გადმოვცხოვრდებით. მოიცადეთ გოგოებო, იქნებ ეს ბიჭი მარტო არ ცხოვრობს. იქნებ მეგობრები ყავს. და გავერთოთ. ვაიმე, მართალია. გაგვიმართლა, იქნებ სიმპათიური მეგობრები ყავდეს. მე არ გეთანხმებით. მე რა აღარ შევდივარ სახლში. გოგოებო, ხელცარიელი ვერ მივალთ. მოგვიანებით დავბრუნდეთ, მაგრამ ამაზე არავის უთხრათ. გასაგებია ყველაფერი? დაგინახეს? ვინ? არა, არ დამინახეს. ამას რატო ფიქრობ? უკვე გითხარი, დღისით არ უნდა გახვიდე გარეთ. თინეიჯერები არიან აქ და ჩვენზე ვერ უნდა გაიგონ. ზალი, არავის არ დაუნახევარ, არ ინერვიულო, უბრალოდ წყალი დავვლია. ნუ მატყუებ, ხმები გავიგე. და მე რა, მათი ხმები ყოველ დღე გვესმის. იცი რა ზაკ, შენ მხოლოდ გინდა რომ ლამაზი გოგოები გაიცნო, მართალი ვარ, არა, ეგრეა. გთხოვთ, ნუ ჩხუბობ. შენ და სუთხარი რო დაწნარდეს.
ზაკ, არასწორად არ გამიგო, მაგრამ ეს გოგოები ჩვენთან არ იკონტაქტებენ. ზაკ, რომ დაგინახონ, უბრალოდ ინსტაგრამისთვის ფოტოებს გადაიღებენ. ჩვენაირები არ არიან, პირიქით ძალიან განსხვავებულები. ზალინ, სერიოზულად, უკვე დავიღალი აქ და მოვლით, რატომ არ შეიძლება რომ უბრალოდ შევხვდეთ? საწყალი ზაკი, მგონი შეყვარებული არასდროს გეყოლება. მოიცა, ერთმანეთში მოვილაპარაკეთ რამე. მისმინე ზაკ, ეს ჩვენი ბოლო სახლია, მაგრამ ხალხმა თუ დაგვინახა, უნდა წავიდეთ. არ მინდა იმ სახლში ცხოვრება. ზაკ, მე თუ არ მითვალისწინებ, ჩვენი პატარა და მაინც გაითვალისწინე. კარგი, ხო გასაგებია, საღამოს სახლიდან არ გავა. და კალათბურთ სახლში ვითამაშებ. ვა, მაგარია, ახლა უნდა ვიპოვო ფარი სად გავაკეთო. ხო, და მე კალათბურთს ვითამაშებ. ზალინ, იმედია წინააღმდეგი არ იქნები. ზაკ, ვიცი რომ მაგარი კალათბურთელი ხარ და მეც მაგარი ჩერლდერი ვარ. ნახე, რამდენი ჯილდო გვაქვს, მაგრამ არ იტრაბა ხო? ხო, გასაგებია, თორემ სამუდამო ძობები დავრჩებით. ან შეგვიძლია სხვას გადავდოთ და მეგობრები გვყავდეს. არა, ამაზე ხომ უკვე ვისაუბრეთ. არც იფიქრო. ზაკ, მოდი ფარი აქ გავაკეთოთ კეთილზე. ზოი, მან საათი კიდია. ხო, საათი, რომელიც ყოველთვის ერთი და იგივე დროს აჩვენებს. აი, ზაკიც გაბრაზდა. არა უშავს, ახლა არ არის გაღიზიანებული. მოდია, გოგოებო, მერი, ნასია. ფეხბურთელებო, გოგოებს არ შეეხოთ. ძალიან დიდი გავლენის ქვეშ ვართ. დიმა, ამათ რა დაემართათ? ვერც მე გავიგე, რატო აღარ მოუწონვართ? ალბათ რაღაც ხაპარი გონიათ. გოგოებო, არ გახსოვთ, არავინ არ უნდა გაიგოს ამის შესახებ. ბანი! სად იყავით? დიდი ხანია არ გვინახიხართ. შეხვედრა გქონდა, მაგრამ თქვენ არ იყავით. განსაკუთრებულები ხართ? დიახ, გვირთხებო, წარმოგიდგენიათ? ხო, ეს არიცოდით? მისმინია, ის ძალიან გვშია. გემრიელი რა გაქვს? ბუფალოს ფრთები. კარგი, ბანი, ამაზე სახლში ვისაუბრებთ. ბანი, ჩილის соусით აიღეთ. ხო, რომ დაგეწვათ ენები. ბაყაყებო, რაზე ლაპარაკობთ? ჩვენ თქვენზე ხმას არ ვიღებთ. მართლა? მაშინ მასწავლებელმა იქ რატომ უთხარით დასრულ პირსახოთზე? ხო, ტუში მოვიშორეთ უბრალოდ. თქვენ ჩაგვიშვით. ბაყაყებო, თუ გააფუჭეთ პირსახოცი, უნდა აღიაროთ. ჩვენ კი არ უნდა დაგვაბრალოთ რაღაცაები. ჩვენ რასაც გვინდა იმას ვიტყვით. წამოდით, გოგოებო. რას უყურებთ? მასკო, ჩვენი გოგოები არც ერთ საშხაპეში არ არიან. გითხარი რაც გვიმალობ. არაფერს არ გიმალობთ. მიდი, შედი. მასკო, ჯობია სიმართლე გითხრა, გოგოები სად არიან? მომისმინე, მე დიანას შეყვარებული ვარ, ტიმური კნობას შეყვარებული და მე ჩერლიდერების მეგობარი ვარ და მეც ვარ მათი მეგობარი. ხო, მართალია, მაგიტომაც არ გვეუბნები სიმართლეს. გითხარი სად არიან? მასკო, იცოდე, სიმართლე გითხარი, თორემ მალე გავბრაზდები. ხო, კარგი, მაგრამ გოგოები ჩემზე გაბრაზდებიან. თქვი სად არიან? კარგი, მოკლედ იმ უცნაურ სახლში წავიდნენ, უნდათ რომ გაიგონილ ქვინ ცხოვრობს. მეგობრებო, მგონი ჩვენ გოგოებს უბრალოდ პრობლემებში გახვევა უყვართ. ხო, გეთანხმები. მოიცა, მათი სიცილი მესმის, მგონი აქ არიან. ხო, ხედავთ, უკვე ოთახში არიან, მაგრამ თავი არ დამანებდით. მას ტყუილში კიდევ ერთხელ გაწევრიანდები და მერე მოგხედავთ. გასაგებია, წავიდით. კარგით, გოგოებო, გვეყოფა სიცილი. ანუ უბრალოდ არ მესმის, რატომ ვაშტერდებოდით ბიჭს, რომელსაც არც ვიცნობთ. იქნებ შეყვარებული ყავს. ჩვენ შეყვარებული კი არა, მეგობარი გვინდა. ხო, და მე უკვე ვოცნებობდი, რომ ცალკე სახლში გადავიდოდით საცხოვრებლად. ხო, მერი, ცუდად დაემთხვა. ისე გოგოებო, ის ბიჭი ცოტა უცნაური იყო. დაინახეთ, სახე როგორ დაიფარა? ხო, თან კანიც უცნაური ქონდა. ხო, აიგრე დარჩები თუ დიდი ხანი მზეზე არ გამოხვალ. გოგოებო, ეს ყველაფერი სასაცილოა? აბა სად იყავით? ჩვენ ყველაფერი ვიცით. მასკოტმა ყველაფერი გითხრა. სმელ, დაკაკუნების გარეშე რატომ შემოხვედი? ხომ გითხარ, რომ უნდა დააკაკუნო სანამ შემოხვალ. ბიჭებო, ერთი რაღაც არ მესმის, ყველაფერი უნდა გითხრათ, სად წავალთ? ტიმურ, უბრალოდ სეირნობდით. ხო, გადავივლეთ და მერი, ნუ იტყუები, სიმართლეს მაინც გავიგები. დიანა, კნობა, დიანა, შენ დიანას რატო იწახი? უბრალოდ გაჩვდი. მასზე როგორც მეგობარზე უნერვიულობ. მისმინეთ ბიჭებო, ნუ ყვირი ხართ, გოგოები და მე უბრალოდ სეირნობდით, იმ უცნაურ სახლთან მივედით, იქამდე მივედით და მერე უკან წამოვედით. წინ და უკან. ხო, ახალი არაფერი იყო. დიანა, ვიცი რომ რაღაცას მალობ, შენ თვალებში ვხედავ, ტყუილი არ შეგიძლია. ხო, დიანა, მეც ვხედავ შენ თვალებში. გოგოებო, ძალიან ნერვიულობდით, იმ სახლში აღარ უნდა წახვიდეთ. ალბათ უბრალოდ იფიქრეს, რომ იმ სახლში ლამაზი ბიჭები იქნებოდნენ. ხო, კნობა? ტიმურ, ბიჭები არ არიან.
ხო, სახლი ცარიელია. მეც ეგრე მგონია. ხო, სმაილ, სახლი ცარიელია და გავიგეთ, აღარ წავალთ იქ. ხო, იმედი მაქვს, ახლა საჭმელს შევჭამთ და დავბრუნდებით. და შეგვიძლია მაგარი თამაში ვითამაშოთ. ცოტა მოსაწყენი, მაგრამ არა უშავს. კარგი ბიჭებო, სურვილზე ვითამაშოთ. ჯანდაბა, გამოუცა მასკოტმა. ალბათ მიმწყდეს კალათბურთელებმა. გოგოებო, ძალიან მეშინია რომ კალათბურთელები გაიგებენ. ხო, მაგრამ დიანა, არავის არ უნდა უთხრათ და ვერც გაიგებენ. მართალია ნასია. დღეს რაც ვნახეთ, ვერავინ უნდა გაიგოს. ლუზერებო, თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მისია გვაქვს, ამიტომ გაგიხარდეთ. ხო, გაგიხარდეთ, რომ ჩვენ გენდობით. ვაიმე, მისია, მაგარია. ხო, როგორ მოხდა? თუ დაგავიწყდათ, მე ლუზერი არ ვარ. მოკლედ, გასაგებია, გომბეშოებო, რა უნდა გავაკეთოთ? ხო, ყოველდღე უნდა გააკეთოთ. აუ, რაიან, ფრთხილად. კარგი, გითხარით რა მისია? გისმენთ? თუ რამე ცუდია, არ გავაკეთებ. კარგი ლუზერებო, ფრთხილად უნდა იყოთ და ბანის უნდა უთვალთვალოთ. ქერა, რატო? ისედაც ყველგან არიან. რაიან, ნუ მოწყვეტინებ. ამ ბანიმ რაღაც მოიფიქრა. ხო, და რაღაც ძალიან გასაგებია, და ამის გაკეთებაში ხელი უნდა შევუშავოთ. ჩუმად იყავი. ეს სად უნდა გავაკეთოთ? აქ? ოჰ, ძალიან სასაცილოა. მომისმინეთ და რას მივიღებთ? იმიტომ უნდა უთვალთვალოთ, რომ ყველაფერი გვითხრათ. რას მიიღებთ? ჩვენს კოსმეტიკას გამოგაყენებინებთ. ხო, კარგია? ხო, კარგი შემოთავაზებაა. ჩვენი კოსმეტიკა გვაქვს. გოგოებო, არ გაგასულელონ. რატო? მაგარი იქნება, ჯაშუშები ვიქნებით. ხო, ბაჭიაჩი ლიდერებს ჩუმად დავუკვირდებით. რაიან, კიდე დიდი დრო გინდა? უკვე დავამთავრე. აბა ლუზერებო, შევთანხმდით? კი, თანახმოვართ. გოგოებო, გავერთობით. ხო, გოგოებო, მგონი ბიჭები აღარ ამოვლენ დღეს, რაღაც ძალიან გაუგრძელდათ ვახშამი. ან იქნებ ვირთხებმა დააძინეს. ზედმეტი წესია უკვე. გოგოებო, მოდით ახლა დავიძინოთ, ხვალ დიდი თავგადასავალი გველდება. ხო, იმ სახლში ისევ წავალთ, ხვალ. მეგობრებო, გოგოებს მაინც არ ვენდობ. ხო, არც მე. მოკლედ, მათ ყურადღება უნდა მივაქციოთ. ხო, ჩვენგან რაღაცას მალავენ. გოგოებო. მოიცა, სად არიან? ძინავთ. მოიცა, მართლა ძინავთ. უცნაურა ბიჭო, შენ სახლში აღარ მოვალთ. ხო, უცნაური სახლი, შავი რატოა? კარგი მეგობრებო, წავიდეთ, მართლა ძინავთ. მოიცა, ჩუმად, რა სიძახია? ბიჭი, კანი, ჩემი ქრაშია. კარგი მეგობრებო, წავიდეთ. არა, არ წავალთ. ვიღაც ბიჭებს ელაპარაკობენ. ხოლო საბოლოო სიმართლეს გავიგებთ. მეგობრებო, თქვენ ხო არ იცით გოგოები რას გვიმალავენ? არხი გამოიწერეთ და მხოლოდ ლიდერებზე ყველაფერს გავიგებთ. კარგად, კარგად. უცნაურო სახლო მომშორდი. არა.